პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს გადამწყვეტ ეკონომიკური ერიშს ირანის წინააღმდეგ. ჩვენ მივმართავთ ყველა ჩვენს მოკავშირეს და ვეუბნებით, რომ ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენს წინააღმდეგ და ეს იქნება ყველაზე მასშტაბური, კოორდინირებული ეკონომიკური იზოლაცია მსოფლიოს ისტორიაში. თქვენ დაანგრევთ ამ რეჟიმს. ეს ჩინეთსაც მოიცავს, რადგან ჩინეთი ირანის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. მათთვის დიდი დახმარება იქნებოდა თუ ამ კურსს მიხვებოდნენ. სახაზინო მდივანი ბესენტი ამბობს, რომ სანქციების მიზანი რეჟიმის დაშლა. პრეზიდენტი ტრამპი უკვე მრავალი თვე არ ამხელს იყო თუ არა სამხედრო ოპერაციის მიზანი რეჟიმის დაშლა. მან ყოველთვის ამბობდა, რომ სამხედრო ოპერაციების მიზანი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ირანი ბირთვულ ზღვარს არასდროს გადაცილებოდა. ასე რომ, ეს ახალი და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ცვლილებაა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა, ანუ გააცნობიერა, რომ პრობლემა თავად რეჟიმია. ისინი არიან, ვინც არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს სრუტეების გახსნაზე. ისინი არიან, ვინც არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ბირთვული პროგრამის დასრულებაზე. ისინი არიან, ვინც 10,000-ობით მომიტინგე მოქალაქე დახოცეს წლის დასაწყისში. პრეზიდენტმა ტრამპმა საბოლოოდ აღიარა, რომ პრობლემა თავად რეჟიმია. ეკონომიკური სანქციები მიმართულია რეჟიმის დასამხობად. ბესენტმა თქვა, რომ ეს იქნება ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციების რეჟიმი მსოფლიოს ისტორიაში ფაქტობრივად და ეს მხოლოდ ირანს არ ეხება და მათ ფინანსურ ანგარიშებსაც ესხმის თავს. ეს ასევე შეეხება მათ, ვინც ირანს რაიმე ფორმით ეხმარება და როცა ამას ამბობ, თქვენ თითს იშვერთ, შესაძლოა ჩინეთისკენ, შესაძლოა რუსეთისკენ, შესაძლოა კატარისკენ.